კვადრატული გამოსახულება x კვადრატს დამატებული 5x და დამატებული c სრული კვადრატია და კვადრატული ფორმით ასე ჩაიწერება. x + d კვადრატში. c და d დადებითი მთელი რიცხვებია. ნუ ცხადი გვაინტერესებს c და d რისი ტოლია, ამიტომ გვიწერია ეს ყველაფერი აქ. ნუ ესე იგი, მოდი დავწერ. c უდრის არ ვიცით რას, d უდრის ასევე არ ვიცით რას. ახლა რადგან მეუბნებიან რომ აი ეს გამოსახულებაო ჩაიწერება როგორც აი ეს, შემიძლია ესენი ერთმანეთს გაუტოლო. ანუ მე პრაქტიკულად ამოცანამ პირობამ მითხრა რომ x კვადრატს დამატებული 5x და დამატებული c არის ზუსტად იგივე, რაც x + d კვადრატში. ახლა მე რადგან მინდა რომ c და d გავარკვიო, რაღაცნაირად მინდა რომ ესეც სამწევრად გადავაქციო და მე წევრ-წევრ შევადარო ერთმანეთს ეს ყველაფერი. ამიტომ მოდი აი ამ კვადრატულ, უпростоოდ აი ამ ჯამის კვადრატს გავშლი. მაშინ მექნება ასეთი რაღაც. x კვადრატს დამატებული x-ის და d-ს გავარკვეთებული ნამრავლი, ანუ 2xd და ამას დამატებული d კვადრატი. ამას დამატებული d კვადრატი. ახლა შემიძლია ესენი წევრ-წევრ შევადარო. აშკარად, ნუ x კვადრატი და x კვადრატი ერთი და იგივე არც მივაქცევ ყურადღებას. შემდეგ ჩანს რომ აქ მაქვს დაწერილი, მოდი ამას გადავაკეთებ მე. არ მომწონს როგორც წერია ასე. პირიქით ჯობია ეწეროს 2dx. არასწორად დავწერე, იმიტომ რომ ცვლადი არის x-ი აქ და არა d. და ჯობია რომ ცვლადი ბოლოში იყოს. ახლა აშკარად ჩანს რომ აქ 2d მაქვს x-ის კოეფიციენტად და აქ 5 მაქვს x-ის კოეფიციენტად. ესე იგი გამომივიდა რომ 2-ჯერ d ტოლი არის 5-ის. და აქედან გამომდინარე d ტოლი გამოდის 5 მეორედის. ნუ ორივე მხარეს გავყოფ 2-ზე, ხო? და შემდეგ ასევე ვამჩნევ რომ აქ მაქვს c და აქ ამ დროს მაქვს d კვადრატი. ანუ თურმე c ტოლი არის d კვადრატის. ამ დროს d გავარკვიე რაც არის და მოდი ჩავსვამ. ესე იგი c ტოლი გამოდის 5 მეორედის კვადრატის, ხო? 5 მეორედი კვადრატში, რაც არის იგივე რაც 25 მეოთხედი. და ესე იგი აი ესე შეგვიძლია გავარკვიოთ წევრ-წევრ რომ შევადარებთ ერთმანეთს, რომ d არის 5 მეორედი და c არის 25 მეოთხედი.